years of reforms, I acted just like my predecessors, mostly focusing on economic reforms, on industry, agriculture, etc. But then we saw that when we really wanted to push the reforms forward, the system, the nomenclature began to resist, began to sabotage that process. And not just the party nomenclature, but also the management nomenclature. And I concluded as a result of that, that we would lose, just like the previous reformers, like Kosygin and Khrushchev, if we don't implement democratic changes, if we don't have free elections. ნაწყვეტში მიხეილ გორბაჩოვი ცდილობდა აეხსნა, რომ როდესაც ის ატარებდა რეფორმებს, ნომენკლატურა, ანუ სისტემას შეეწინააღმდეგა. არა მარტო პარტიული ნომენკლატურა, არამედ როგორც ისამოს აღმასრულებელი ნომენკლატურაც. ორი დიდი რეფორმა, რომელიც გორბაჩოვის დროს ტარდებოდა, ისტორიიდან გვახსოვს, რომ იყო გლასნოსტი და პერესტროიკა, ანუ ღიაობა და ეკონომიკური გარდაქმნა. გორბაჩოვზე რა მოახსენოთ, მაინც და მაინც ლიდერად არ შევიდა ისტორიაში, მაგრამ შეერთებულ შტატებშიც არის ასეთი ტერმინი deep state და დაახლოებით იგივეს ნიშნავს, რაც ნომენკლატურად და სისტემად მოიხსენია გორბაჩოვმა. რომ წარმოვიდგინოთ, ისეთი დიდი ქვეყნის სახელმწიფო აპარატი, როგორც აშშია, ხომ მრავალ საფეხურიანი იერარქია და შუარგოლებში წამყვან პოზიციებზე, ანუ შუარგოლის ჩინოვნიკები შეიძლება კრავდნენ ერთმანეთთან კლანებს და ცდილობდნენ შეეწინააღმდეგონ იმ რეფორმებს ან გადაწყვეტილებებს, რომელიც უმაღლესი ხელისუფლების მიერ არის დადგენილი. ოღონდ ეს ღიად და გაცხადებულად კი არ ხდება, არამედ მაგალითისთვის დავუშვათ, გამოიცა კანონი ან ბრძანება და ისინი ფეხს ითრევენ, არ ასრულებენ, ან ცდილობენ მოაჩვენონ თავი, თითქოს ასრულებენ, მაგრამ არ ასრულებენ, რაღაც ლაფსუსებს პოულობენ კანონმდებლობაში და სათავისოდ იყენებენ, ანუ ყველანაირად ცდილობენ თავისი ინტერესი გაატარონ. არც თუ ისე კანონიერი გზებით, თუნდაც. დონალდ ტრამპის შემთხვევაში, დონალდ ტრამპი მოვიდა ხელისუფლებაში მეორედ, ანუ გახდა პრეზიდენტი მეორედ არჩევნების გზით და ეს არჩევნები მოიგო დიდი ანგარიშით. ანუ ხალხი მას მხარს უჭერს. მეორე რომ კონგრესშიც და სენატშიც უმრავლესობა რესპუბლიკელები არიან და რესპუბლიკელების პარტიაშიც დიდი პოპულარობით სარგებლობს თვითონ დონალდ ტრამპი. ანუ საკანონმდებლო ორგანოს მის ხელში აღმასრულებლის გარდა. ასევე ძალოვანი სტრუქტურების ხელმძღვანელებსაც პრეზიდენტი წარადგენს, როგორც FBI-ს, ასევე CIA-ს. ანუ მთელი მართვის ბერკეტები მის ხელშია. ქართული ოცნება თავის პროპაგანდაში ცდილობს წარმოგიდგინოს, რომ დონალდ ტრამპი კი ცდილობს ქართულ ოცნებასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდეს და საქართველოსთან დაალაგებული ურთიერთობა ჰქონდეს, მაგრამ ეს deep state, ანუ ეს საზიზღარი ნომენკლატურა ხელს უშლის. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს, ამაზე დასკვნების გაკეთება თქვენთვის მომინდია. მე პირადად არ მჯერა, რომ შუარგოლები ისე წინააღმდეგობას უწევენ ახლა დონალდ ტრამპს, რომ ვერაფერს ახერხებს. ნამდვილად არ მჯერა, ქართულ ოცნებას პირდაპირ დონალდ ტრამპთან აქვს პრობლემები. გარდა ამისა, ორიოდე სიტყვით მინდა თქვა მიხეილ გორბაჩოვზე, რომ ზოგადად მე მიმაჩნია, რომ მთავარია ხელისუფალს ხალხის უმრავლესობა უჭერდეს მხარს. თუ ხალხის უმრავლესობა რეფორმებში მოყვება, მაშინ შუარგოლები შემეწინააღმდეგენ და რეფორმა ვერ გავატარეთ, ჩემი აზრით ეგ გამართლება არ არის. მოაგვარებ იმ შუარგოლების პრობლემას, თუ ხალხი მხარს გიჭერს. თუ ხალხი მხარს არ გიჭერს, მან ორი ვარიანტია. ან სულ რეფორმას ატარებ და ხალხი მართებულად არ გიჭერს მხარს, ან კარგ რეფორმას ატარებ, მაგრამ ხალხს ვერ უხსნი ამას. უნდა შეძლო და აუხსნა ხალხს, რომ ეს არის ქვეყნისთვის სასიკეთო რეფორმა, რომ კარგის მომტანია ეს რეფორმა და რომ საჭირო ამ რეფორმის გატარება. რამდენი დრო და ენერგიაც უნდა დახარჯო, სანამ უმრავლესობის აზრს შენ მხარეზე არ გადმოიყვან, მანამდე რეფორმის გატარებას მე პირადად ვეწინააღმდეგები. და ის მიდგომა, რომ ხალხის უმრავლესობა ბნელია და ზოგჯერ რეფორმების გატარება ძალის მიერვე უნდა მოხდეს, მე პირადად მაგას არ ვეთანხმებ.
დონალდ ტრამპს ნამდვილად არ აქვს რაიმე გასამართლებელი, არც ნომენკლატურა უწევს იმხელა წინააღმდეგობას და არც იქ deep states რომ ეძახიან ის მართალია ბევრი არ ეთანხმება მის რეფორმებს, მაგრამ ნაბიჯებით, მტკიცე ნაბიჯებით მიიწევს და ატარებს მის რეფორმებს. მეც შეიძლება ვთქვა, რომ ბევრ რამეში არ ვეთანხმებ იმას, მაგრამ მართვის და კონტროლის პრობლემა ნამდვილად არ აქვს მას.